ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ადგილი სადაც ზღვა და ინდუსტრია ერთ სივრცეში თანაარსებობს. აქ ყველაფერი მოძრაობაშია, გემები, ტექნიკა და ადამიანები. თითოეული პროცესი სიზუსტესა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ასეთ გარემოში უმცირეს შეცდომასაც კი შეიძლება სერიოზული შედეგი მოჰყვეს. სწორედ ამიტომ ნავსადგურის ყოველდღიური საქმიანობა მხოლოდ შრომასა და ორგანიზებაზე არ დგას. ის უსაფრთხოების მკაცრ კონტროლსა და მუდმივ სიფხიზლეზეც არის დაფუძნებული. ამ პასუხისმგებლობას ყოველდღიურად იაზრებენ შრომის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები ზაზა აბაშიძე და გიორგი მალაყმაძე. მათი მუშაობა ხშირად უხილავია, თუმცა სწორედ ისინი აკვირდებიან პროცესებს, ამოწმებენ წესების დაცვას და ზრუნავენ, რომ თითოეული თანამშრომელი დღის ბოლოს სახლში მშვიდობიანად დაბრუნდეს. ამ წის შემოწმება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი სამუშაოსი. სპეციალური წესიც კი არის შემუშავებული, ანუ 3 წერტილის წესი ქვია, რაც გულისხმობს 2 ხელისა და 1 ფეხის აუცილებელ ფიქსაციას სიმყარისათვის. მათი სიფხიზლე, გამოცდილება და ერთგულება კი ქმნის ნავსადგურის სტაბილურ და დაცულ გარემოს. მე გახლავართ ზაზა აბაშიძე, შრომის უსაფრთხოების განყოფილების ინჟინერი. აგერ უკვე 25 წელიწადი გავიდა, რაც პორტში დავიწყე მუშაობა. 35 წლის ვიყავი, რომ მოვედი პორტში და აგერ თითქმის 60 წელიწადს ვასრულებ ჩვენი თანამშრომლების, ჩვენი კოლეგების სამსახურში. შრომის უსაფრთხოების დაცვა შედის ჩემ ფუნქციებში. ანუ ის მუშა პერსონალი, ვინც ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს, ამათი უსაფრთხო შრომის პირობების დაცვა. Safety officer აბაშიძე ზაზა. თუ რაიმე არასწორს ხედავთ მათ მუშაობაში, ჩვენ უფლებამოსილებიდან გამომდინარე მუშაობის შეჩერების უფლებაც კი გაგვაჩნია. სხვისთვის შეიძლება არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ პორტისათვის მძიმე სიტუაცია არის, მაგრამ ამას არ ეპოება ჩვენი სამსახური, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესი არის. ყველა ვერ ხვდება ამას და რატომღაც გონიათ, რომ ჩვენ რაღაც ხელის შემშლელ პირობებს უწყობთ ხოლმე. ეს სამუშაო შეიძლება ერთის მხრივ ვერ შეაფასოს ადამიანმა, იქიდან გამომდინარე, რომ არ ჩანს ასე ჩართულობა სამუშაოში, მაგრამ ჩვენი სამსახურის დამსახურებაა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში პორტში ფაქტიურად ტრავმა არ მომხდარა, სასიკვდილო შედეგზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია. იმიტომ რომ მე შემიძლია გავიხსენო მაგალითად 2000 წელში, როგორც კი დავიწყე მუშაობა პორტში, შემდა სამწუხაროდ შევესწარი ეგრევე სასიკვდილო შედეგს. არასწორი სამუშაოსადმი მიდგომის გამო მოხდა ვაგონის კარების გაღება, რომელიც არ უნდა გაღებულიყო, ჩამოვარდა კარები და სამწუხაროდ იმსხვერპლა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი. ამდენი წლის განმავლობაში უკვე მესამე თვალი დავარქვათ, გამოგვიმუშავდა კომპიუტერთან სამუშაო მაგიდასთან მუშაობის პროცესში, აი ფანჯარაში გარბის ერთი თვალი და იქ აკვირდება სამუშაო პროცესი. ანუ ორი საქმის ერთად კეთება გვიწევს ხოლმე. მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების მართალი რო გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მონაპოვარიც კი შეიქმნა ამ პორტში მუშაობით. მე გახლავართ გიორგი მალაყმაძე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შრომის უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი. მუშაობ დაახლოებით 3 წელია. ჩვენს მოვალეობა ფუნქციებში შედის კადრების მომზადება, გადამზადება, ასევე კადრების გამოცდაც შრომის უსაფრთხოებაში.
იმდენად ძიმი შრომა აქვს ჩვენთან ხალხს, რომ უბრალოდ ადამიანები ფიქრობენ ტვირთის გადატვირთვაზე, გადმოტვირთვაზე და ამ ადამიანებს სჭირდება კიდევ დახმარება, რაღაცის შემოძახილი. აი ზუსტად მაგას ვემსახურებით, რომ ტვირთის გადატვირთვა, გადმოტვირთვა მოხდეს უსაფრთხოდ და ადამიანები სახლში წავიდნენ ჯანმრთელი. არასწორი მანევრირება მიხრა-მოხრაზეც კი რეაქციები გვაქვს. აი მაგალითად შეიძლება იდგეს უბრალოდ ასე ვთქვათ ტვირთთან არასწორად, აი ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და შეეხება ჩემ პასუხისგებლობას, მე ამას ვითავისებ და ვძნობ